მე-20 საუკუნეში არსებობდა იმპერია, სადაც ყველაფერს თავად ქმნიდნენ. ტელევიზორს, მაცივარს, კოსმოსურ რაკეტას და რა თქმა უნდა, ავტომობილებსაც. თითქმის. საბჭოთა კავშირში ოფიციალურად კაპიტალიზმის საშინელება იყო, მაგრამ როგორც კი სადმე ახალი ამერიკული მანქანა გამოჩნდებოდა, ნახევარი სამინისტრო ფანჯარასთან გარბოდა. ფუ, რა ცუდია, ახლოდან გვაჩვენეთ. საბჭოთა პროპაგანდა ხალხს არწმუნებდა, რომ დასავლეთში მუშა იტანჯებოდა, ქუჩებში ქაოსი იყო და კაპიტალიზმი მალე დაინგრეოდა. მაგრამ ამავე დროს საბჭოთა ინჟინრები ამერიკულ კადილაკებს სანტიმეტრებით ზომავდნენ. ისტორია კი ყველაზე სასაცილო მაშინ ხდება, როცა ხვდები, რომ საბჭოთა ავტოინდუსტრიის ნახევარი აშენდა იდეაზე. ეს მანქანა ძალიან კარგია. მოდი ჩვენც გავაკეთოთ. ყველაფერი ჯერ კიდევ სტალინის ეპოქაში დაიწყო. სტალინს ამერიკული მანქანები ძალიან მოსწონდა, განსაკუთრებით მდიდრული და უზარმაზარი ლიმუზინები. რაც ცოტა ირონიულია, რადგან ოფიციალურად ამერიკა დამპალი კაპიტალიზმის ცენტრი იყო. 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირმა აქტიურად დაიწყო ამერიკული ტექნოლოგიების შესწავლა. ზოგჯერ ლიცენზიებსაც კი ყიდულობდნენ, ზოგჯერ უბრალოდ ძალიან ყურადღებით ათვალიერებდნენ. ასე გაჩნდა გაზ A, რომელიც პრაქტიკულად Ford Model A იყო საბჭოთა პასპორტით. იმ დროს Ford-ი საბჭოთა კავშირს ქარხნების აშენებაში ეხმარებოდა. ანუ წარმოიდგინეთ სიტუაცია, ამერიკული კომპანია ეხმარება კომუნისტურ იმპერიას მანქანების წარმოებაში, რომელიც შემდეგ ამერიკას აკრიტიკებს. ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა, ჩვენც გვინდა ისეთი მანქანები, მინისტრი რომ გადმოვა და ხალხს შეეშინდებაო. და გამოუშვეს ZIS A10. პრობლემა ის იყო, რომ ეს მანქანა ძალიან გავდა Packard Super 8-ს. ძალიან. ისე გავდა, რომ თუ ორ მანქანას გვერდიგვერდ დააყენებდი, განსხვავებას ძირითადად ემბლემით მიხვდებოდით. ლეგენდის მიხედვით, საბჭოთა ინჟინრებმა ამერიკული Packard-ი პირდაპირ ნაწილებად დაშალეს. ანუ ფაქტობრივად ეს იყო 1940-იანი წლების YouTube ტუთორიალი, თუ როგორ ავაწყოთ ამერიკული ლიმუზინი სახლში. 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირი მიხვდა, რომ ხალხს მანქანა სჭირდებოდა. ნამდვილი მანქანა. არა ისეთი, რომლის დაქუქვაც ლოცვით იწყებოდა. ამ დროს იტალიაში არსებობდა Fiat-ი, ელეგანტური თანამედროვე წარმატებული. საბჭოთა კავშირმა კი თქვა: "გამარჯობა მეგობრებო, კომუნიზმი ცუდს არაფერს გიქადით. უბრალოდ თქვენი მანქანა მოგწონს." ასე იყიდეს Fiat 124-ის ლიცენზია. მერე კი დაიწყეს მისი გაუმჯობესება. საბჭოთა ინჟინრების აზრით გაუმჯობესება ნიშნავდა მეტალის გასხელებას, ყველაფრის დამძიმებას და ისეთი საკიდარის გაკეთებას, თითქოს მანქანას მთვარეზე უნდა ემოძრავა. შედეგად დაიბადა VAZ-2101 ჟიგული, ანუ მანქანა, რომელიც იტალიაში იყო შექმნილი 7 ევროპული ქუჩებისთვის და შემდეგ ციმბირში გაუშვეს საცხოვრებლად. საბჭოთა დიზაინერებს ამერიკული სტილი აკპიატებად ჰქონდათ ქცეული. გრძელი კაპოტი აუცილებელია. ქრომი, რაც მეტი უკეთესი. ფრთებივით ფორმები იდეალურია. ასე გაჩნდა GAZ 21 Volga. მანქანა, რომელიც იმდენად ამერიკულად გამოიყურებოდა, რომ თუ წინ საბჭოთა ემბლემა არ ექნებოდა, შეიძლება დეტროიტში წარმოებული გონებოდათ. უბრალოდ ერთი განსხვავება იყო. ამერიკული მანქანა 300 ცხენისძალას გამოემუშავებდა. Volga კი ოპტიმიზმს. 1980-იან წლებში დასავლეთი უკვე ABS ტექნოლოგიაზე, ელექტრონიკაზე და ტურბოებზე გადადიოდა. Toyota ქმნიდა საიმედო მანქანებს, Honda მაღალბრუნიან ძრავებზე მუშაობდა, BMW კი სპორტულ სედანებს აწარმოებდა. საბჭოთა კავშირში კი თუ მანქანაში ფეჩი მუშაობდა, ეს უკვე პრემიუმ კლასი იყო. საბჭოთა მანქანებში ტექნოლოგია ისე გამოიყურებოდა, დრო თითქოს 15 წლის ჩამორჩებოდა. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრი ინჟინერი მართლაც ნიჭიერი იყო. როცა მთელი ეკონომიკა გეგმებზე მუშაობს და არა კონკურენციაზე, შედეგი შესაბამისია. თუ მანქანა ცუდი გამოვიდა, მაინც გაიყიდებოდა, რადგან სხვა უბრალოდ არ არსებობდა. ეს არის ბიზნეს მოდელი, რომელზეც ზოგი თანამედროვე კომპანია დღემდე ოცნებობს. სიმართლე რომ ვთქვათ, მარტო საბჭოთა კავშირი არ სესხულობდა იდეებს. ავტოინდუსტრიაში ყველას უყურებდა, მაგრამ საბჭოთა მიდგომა განსაკუთრებით პირდაპირი იყო. დასავლეთში ამბობდნენ პატენტები, ლიცენზიები, ინტელექტუალური საკუთრება. საბჭოთა პასუხი კი დაახლოებით ასეთი იყო. ძალიან საინტერესო კონცეფციაა, ჩვენც ავიღებთ. და მაინც, ყველა ხარვეზის მიუხედავად ამ მანქანებს რაღაც ხიბლი ჰქონდათ.
Lada Riva, Moskvich 412, Gaz 24 Volga. ეს მანქანები უბრალოდ ტრანსპორტი არ იყო, ეს იყო მთელი ეპოქა. მანქანები, რომლებიც ზამთარში არ იქოქებოდა, ზაფხულში ხურდებოდა და გზაში ყოველ 50 კილომეტრში რაღაც ხმებს გამოსცემდა, მაგრამ მაინც დადიოდა. ზოგჯერ იმიტომ, რომ კარგად იყო აწყობილი, უფრო ხშირად იმიტომ, რომ ფლობელ სახში ინსტრუმენტების სრული კომპლექტი ჰქონდა. საბჭოთა ავტოინდუსტრია ვერასდროს გახდა ტექნოლოგიური ლიდერი, მაგრამ ერთ რამეში ნამდვილად იყო ძლიერი. მას შეეძლო უცხოური იდეა აეღო, დაემძიმებინა, გაიმაგრებინა და საბოლოოდ ისეთი ავტომობილი მიეღო, რომელსაც ტანკთან უფრო მეტი საერთო ჰქონდა, ვიდრე მანქანასთან.